თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ვაკისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა. მელიამ მოსახლეობასთან თამარაშვილის ქუჩაზე ახალი ესტაკადის მშენებლობაზე ისაუბრა. მელიას განცხადებით, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული შუქნიშნით რეგულირებული გზაჯვარედინის ნაცვლად აუცილებელი აშენდეს ახალი ესტაკადები, რომლის საშუალებითაც გზის ამონაკვეთზე მოძრაობა ორ დონეზე და უწყოთ რეჟიმში განხორციელდება, რაც მისი თქმით თბილისელებს გადაადგილებას გაუმარტივებს. მოსახლეობას დღეს ერთი გავაცნოთ რეალურად პროექტი, რომელიც განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ და მეორე მივიღოთ ის შენიშვნების რეკომენდაციები, რომელთაც მათ შესაძლოა ჰქონდეთ ამ პროექტთან დაკავშირებით. ეს პერსპექტივა, რომელიც ეს გვაჩვენეს ახლა ჩვენ ესტაკადასთან დაკავშირებით, ხო? ნამდვილად მომეწონა ძალიან საშუალო და ძალიან საჭირო საქმეა. მე ამ მიკრორაიონში აქ ვარ, ამ უბანში ვცხოვრობ და ნამდვილად ძალიან საჭირო და დროულია ეს ყველაფერი.